იწვევს თუ არა ჭარბი წონა უშვილობას. ამის შესახებ ხშირად მეკითხებიან და როცა მე მომართავს პაციენტი უშვილობის პრობლემით და თუ მას აქვს ჭარბი წონა, ყოველთვის ვეუბნები, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მან უნდა გააკეთოს, უნდა დაიკლოს წონაში სწორი კვებით. ჭარბი წონა არ არის უშვილობის პირდაპირი მიზეზი, მაგრამ ჭარბი წონა არის ის მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის ოვულაციას, ანუ საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლას და შედეგად განაყოფიერებას და ასევე აქვეითებს კვერცხუჯრედების ხარისხს. ხოლო მამაკაცებში იწვევს სპერმის ხარისხის გაუარესებას, იმის გამო, რომ ჭარბი წონა ეს არის ჭარბი ცხიმი და ბევრი ცხიმი გამოყოფს ბევრ ესტროგენს. ესტროგენები თრგუნავენ ტესტოსტერონს, ეს იწვევს ერექციულ დისფუნქციას ხშირ შემთხვევაში და ასევე ითრგუნება სპერმატოგენეზი, ანუ უარესდება სპერმის ხარისხი. ხოლო ქალებში ბევრი ესტროგენი, რომელიც ასევე გამოიყოფა ცხიმის მიერ, არღვევს ჰორმონალურ ბალანსს და შედეგად არ ხდება ოვულაცია, როგორც მოგახსენე, და ასევე ქვეითდება კვერცხუჯრედების ხარისხი. მედიცინა არის სტატისტიკა და ის, რასაც მე ვსაუბრობ, არ ნიშნავს აბსოლუტურ მოცემულობას. მაგალითად, თუ ქალი ან კაცი არის ჭარბწონიანი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად განუვითარდება უშვილობა. თუმცა სტატისტიკური მონაცემებით და ამის შესახებ ძალიან ბევრი კვლევებია ჩატარებული, ჭარბი წონა აქვეითებს დაორსულების შანსს და მაშასადამე ზრდის უშვილობის განვითარების რისკს.